მოგესალმებით, მეგობრებო. სავსე მთვარეობა გვექნება 31 მაისს მშვილდოსნის ზოდიაქოში. რა ენერგიებთან გვექნება შეხება ამაზე მინდა დღეს გესაუბროთ. საერთოდ სავსე მთვარეობა ყოველთვე არის და რაღაც მნიშვნელოვანს აჩვენებს ხოლმე ახალ მთვარეობა და სავსე მთვარეობა ეს არის ციკლები, მთვარის ფაზები და ახლა რაღაც ისეთ მნიშვნელოვან სერიოზულს შეიძლება არ იწვევდეს, მაგრამ არის ყურადსაღები, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს დღეები, ეს ენერგიები. საერთოდ სავსე მთვარე ცოტა ეზოთერულად და ფსიქოლოგიურადაც რო გითხრათ, ეს არის განათება ქვეცნობიერის. სავსე მთვარე ეს არის ძლიერი ენერგია, მთლიანად უკვე სავსე არის ენერგია, ემოციური ენერგია მთვარის და სავსე მთვარეობაზე მზეს შეუძლია განათოს ფაქტიურად მზის ანარეკლმა ქვეცნობიერი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დღეებში ხოლმე სავსე მთვარეობის წინა დღეს ის პლუს მინუს მთლიანობერ 3 დღე ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერებები შეიძლება გქონდეს ქვეცნობიერ დონეზე, ემოციების ამოტანა ხდება უფრო ზედაპირზე. ზოგისთვის შეიძლება შფოთვის წყარო იყოს, ზოგისთვის სხვა პრობლემები, ან პირიქით უბრალოდ მოზღვავებული ენერგია, ზოგადად სავსე მთვარეს ეს ენერგიის მოზღვავების ტენდენციები ახასიათებს, იმიტომ რომ ეს არის შინაგანი იმპულსი, შინაგანი სხეულებრივი, ხო მთვარეს ჩვენთან სხეულთან ვაკავშირებთ ფსიქოლოგიაში, ასტროფსიქოლოგიაში, ეს არის ემოციების ქვეცნობიერი სამოსლო, სხეულებრივად შეგრძნებადობა და მშვილდოსანი ეს თავისებურად მოიტანს გაფართოებას, ახლა მთელი ძირითადი პლანეტები ახლა ტყუპებში არის მზე, მერკური ბოლო გრადუსებზე გადის, ახლა ურანი ტყუპების ზოდიაქოში არის და მას უპირისპირდება სავსე მთვარე მშვილდოსანში. ახლა რო აგიხსნათ ეს ცოტა არქეტიპულ დონეზე ტყუპები, ეს თუ არის სიმსუბუქე, მოკლე ინფორმაციები. ეს არის ინფორმაციულ ნაკადში ყოფნა, როცა უცებ მაგალითად შემიძლია ინფორმაცია მივიღო და გაუშვა მალევე. მშვილდოსანი არის ამის საპირისპირო. ეს არის უფრო გლობალური ზევიდან დახედვა სურათის. ეს არის სიღრმეებში გააზრების უნარი. ზოგადად მშვილდოსანის ენერგია არის შინაგანი ცოტა ფილოსოფიური გადააზრება ცხოვრების. და ტყუპები ეს არის ჩვენთან ინფორმაცია, უბრალოდ მივიღოთ ინფორმაცია და მშვილდოსანი მერე ეს გადავაანალიზოთ და გავიაზროთ უფრო ფართოდ. და მოდი ესე ვთქვათ, ცოტა მოვინელოთ ეს ინფორმაცია, ხო და გავუშვათ სიღრმეში. როცა არის ესეთ სავსე მთვარეობა, შეიძლება ქვეცნობიერმა განათოს შორეული მიზნები, რა გვინდა, რას გვინდა რომ მივახციოთ მაგალითად. რა გვინდა ცხოვრებაში, გრძელვადიან გეგმებში შევქმნათ, ხო? იმიტომ რომ მშვილდოსანი თვითონ არქეტიპული ენერგია, ხა ზოდიაქოზე აქ არ ვლაპარაკობთ ხოლმე, რა თქმა უნდა. არქეტიპული ენერგია ეს არის შორს მიმავალი მიზნები, რა მაქვს და ეს უნდა დავინახოთ. ყველაზე კარგად გავაცნობიერებთ ამ დღეებში, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხოლმე სავსე მთვარეობის ენერგია, გავაცნობიეროთ, ცოტა ფილოსოფიურად დავხედოთ ჩვენ ცხოვრებას, ზევითა ხედით შევხედოთ, ჩვენს შიგნით რა ხდება, ჩვენ ემოციებში რა ხდება, გადავაანალიზოთ ჩვენი ცხოვრება და დავსახოთ მომავალი გეგმები. იქიდან ტყუპები ხელს გვიწყობს ინფორმაციულ ნაკადში ყოფნაში, მაგალითად, მივიღოთ ინფორმაციები და ეს მერე გადავაანალიზოთ. მშვილდოსანი არის ჩვენთან ოპტიმიზმთან კავშირში ზოგადად. და შემოვა შინაგანად რაღაც ხალისის ენერგია, ოპტიმიზმის ენერგია, რომელიც ყველაფერს შევძლება. მე ყველაფერი გამომივა. ოღონდ გვერდზე მთვარესთან არის შავი მთვარე. ეხლა ტრანზიტებში შავი მთვარე გადის, ანუ ჩვენთან ეს ჭრდილს ვეძახით შავი მთვარე, სამაცნუნებელ ენერგიას ვეძახით. აი ესეც შავი მთვარე არის მშვილდოსანში. და აქ ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ, არ იყოს ეს გადაჭარბებული, ცოტა გადაჭარბებული ოპტიმიზმი, გადაჭარბებული რომ აი იღბალზე მინდობა, რომ თავისით გამოვა ეს ყველაფერი, ხო? აი რაღაცები გეგმები მაქვს და თავისით გამოვა იქ შავი მთვარის თემა, ხო, შემოვიდეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ბალანსი დავიცვათ ტყუპებსა და მშვილდოსანს შორის ამ დღეებში და ყველაზე კარგი მე მაგალითად ახალ მთვარეობაზე და სავსე მთვარეობაზე უფრო თერაპიულად ვუდგები ხოლმე გაანალიზებას, განსაკუთრებით სავსე მთვარის ანათებს, აკაშკაშებს, ესე რომ ვთქვათ, ქვეცნობიერს და ყველაზე კარგი პერიოდი არის რაღაცები გავაანალიზოთ, შიგნით რა ხდება, სხეულს მოусმინოთ, მაგალითად, კარგი პერიოდი არის თერაპიებისთვის, ერთ-ერთი ეს 3 დღე განსაკუთრებით კარგი პერიოდი არის და ვნახოთ რა არის სადღაც ან ყალბი გზა ჩვენი, რომელსაც მივყვებოდით და საბოლოო ჯამში ეს ის არ არის და უნდა გადავაანალიზოთ
ეს ყველაფერი. იქიდან დაგვეხმარება უკვე ტყუპების სტელიუმს ვეძახით, სამპლანეტარი ტყუპებში და ინფორმაციული ველით სადღაც იქ მაგალითად შეიძლება კომუნიკაციაში ან ურთიერთობებში ან საკუთარ თავთან ინფორმაციულად დიალოგში ჩვენ დავინახოთ დიდი სურათი. დიდი მიზნები და რომელიც ჩვენში ცხოვრობს, რომელიც ჩვენში არის დაფარული. და აი ეს სავსემთავრეობა ფაქტობრივად ამ ყველაფერს ანათებს ხოლმე. მაგალითად, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ დაპირებების მიმართ, იმიტომ რომ შულოსანს ახასიათებს გადიდება ყველაფრის და შეიძლება ჩვენ გავადიდოთ რაღაცების მნიშვნელობაც ზედმეტად, იმიტომ რომ თან გვერდზე შავი მთვარე არის, გავადიდოთ მაგალითად დრამაც, გავადიდოთ დარდების, გავადიდოთ სხვა პრობლემები, რომელიც შეიძლება ესეთი მნიშვნელოვანიც არ იყოს. ან პირიქით ზედმეტად, ზედაპირულად, იქიდან ტყუპები გვიზის და ზედაპირულად შევხედოთ. ეხლა, როდესაც ვამბობთ ესეთ განსხვავებულ ტენდენციებს, ხო? აი, ზოგს შეიძლება კონდეს ზედაპირულობისკენ მიდრეკლება, ზოგს კონდეს პირიქით ინფორმაციასთან კონტაქტის ისწავლა გააქტიუროს, სადღაც კონდეს რაღაცები დაგროვილი, რომელიც ინფორმაციულ შევსებას მოითხოვს, ხო? და შეიძლება გამოიყენოს ეს ტრანზიტი. ხო, ჩვენ არ ვიცით ადამიანი აქ ვის რა რესურსი აქვს, ხო? ვინ როგორი არის. ამიტომ, როდესაც არის ტრანზიტული პერიოდები, ზოგი ადამიანი ამას მაღალ დონეზე გამოიყენებს, ზოგი პირიქით მაგალითად ამ ტრანზიტზე შეიძლება გადაამეტოს თავის შესაძლებლობები. შეიძლება საკუთარ ემოციებს და იმპულსებს აყვეს, ეს ყველაზე ნეგატიური ფორმა შეიძლება ამ სავსემთავრეობის გამოვლინდეს, ზედმეტად აყვეს თავის იმპულსებს და მე აღმოჩნდეს, რომ იქიდან ტყუპები არის და ურთიერთობები გააფუჭოს ადამიანებთან. შულდოსნის ერთ-ერთი ჩრდილოვანი მხარე ეს არის უტაქტობა. აი შეიძლება უცერემონიოდ რაღაც ესეთი ვთქვათ, რაც მე წინ დაგხვდეს, ხო? და გააფუჭოს ჩვენი ურთიერთობები. აი პოზიტიური კუთხით, აი ორივე მხარე აქვს, საერთოდ ყველა ნიშანს აქვს ჩრდილოვანი მხარე და პოზიტიური მხარე. ვინ რომელს ვიყენებთ? ესეც ჩვენზე არის დამოკიდებული. შულდოსნის პოზიტიური მხარე ეს არის ინფორმაციულ ნაკადში გავარკვეთ რა არის ჩვენი, რა არ არის ჩვენი. რა უნდა ვისწავლოთ და რა მაინც არ გვჭირდება დროს გვაკარგვინებს, ხო? იქიდან თან ურანი არის ჩართული. ურანი ტყუპებში, ეხლა არის ის ტენდენცია, რომ გადავიტვირთოთ შეიძლება ინფორმაციული ნაკადით. აი ძალიან ბევრი კონტაქტი, ბევრს წერთ, ბევრთან ურთიერთობთ, აჩქარებს ურანი ეხლა ამ ყველაფერს, ისედაც ეს ტენდენციები არის და მთვარე გამოიწვევს აქ ემოციურ გადაღლილობას, იმიტომ რომ მაინც ოპოზიციაში უდგას მზეს. და აქ ემოციებს უფრო კარგად დავინახავთ, ხო? შეგრძნებაში შემოვა უფრო ეს ემოციები და იქიდან ურანი რო დგას, იქით მერკურის ტყუპებში არის ინფორმაციული ნაკადი ძალიან დიდი არის და შეიძლება ვერ დავეწიოთ ემოციურად ამ ყველაფრის გადახარშვას. იმიტომ რომ მთვარის ფუნქცია რა არის, ძით მეგობრებო? ეს არის რამდენად ჩემი სხეული შინაგანი მიყვება კოგნიციას. შეიძლება მე ტვინით ბევრ რაღაცას ვიაზრებ, მაგრამ სხეულმა უნდა იგრძნოს, გადაამუშავოს და სხვადასხვა შრეებში ნენელა უნდა ჩავითეს. აი ამაზე არის მთვარე ძირითადად ხოლმე არქეტიპულ დონეზე რო გითხრათ პასუხისმგებელი. აი ეს, როდესაც მზის თემაში, მაგალითად, ცნობიერებაში, მერკურის ტყუპებში არის, შემოდის ძალიან ბევრი კომუნიკაცია, ბევრი ინფორმაციები, ზოგ შეიძლება კონდეს უბრალოდ სკროლვა, რომელიც მერე გამოიწვიოს ემოციური გადაღლილობა, ხო? და ვერ მიხვდეთ რატო ვართ დაღლილი. და აქ ხდება ის, რომ შეიძლება ამდენ ინფორმაციას ემოცია ვეღარ ეწეოდეს და ამ სავსემთავრეობაზე ყველა ზოგმა ეს დაინახოს ყველაზე ნათლად, მაგალითად, ხო? და შეიძლება აქაც გადანაწილება იყოს საჭირო, რა არის მართლა ჩემთვის სწორი ინფორმაციები, რა არ არის სწორი, რა შევხარჯავ დიდ ენერგიას, ემოციურ ენერგიას, ინფორმაციულობაში, ან რომელ ურთიერთობებში ვხარჯავ ზედმეტად დიდ ენერგიას და ცოტა ზედა სურათიდან შევხედო, მჭირდება ეს მე თუ არ მჭირდება. გავაანალიზო უფრო ფილოსოფიურად, ხო? აი, ყველაზე პოზიტიური მხარე ამ ახალმთვარეობის, ისე სავსემთავრეობის ბოდიშით არის ეს ტენდენცია, რომ დავინახო, აი ეს ჩემი ინფორმაციასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია რამდენად მე სულიერად მზრდის, რამდენად
ხარჯავ ემოციურ რესურსს ამ ყველაფერში. მე მგონია, რომ უფრო ამ კუთხით იქნება ეს ტრანზიტი ახლა მნიშვნელოვანი გააზრება და როცა არის მთვარე მშვილდოსანთან და ლილითი მშვილდოსანთან ესე ახლოს, ხო? ნუ მაინც 8 გრადუსიანი შეერთება არის აქ. ტრანზიტში ესე ახლოს არ ვიღებთ ხოლმე საერთოდ, მაგრამ გვერდზე მაინც შავი მთვარე მშვილდოსანში არის და ეს გვეუბნება რაღაც დონეზე, რომ აი მშვილდოსნისთვის ნეგატიური თვისებები მაინც არ იქნება კარგი რომ გამოვიყენოთ. ეს არის უხეშობა, უტაქტობა მაგალითად, ეს არის იდეოლოგიაში აღრევა. ან ვიღაცას ვასწავლოთ ჭკუა სიტყვაზე, ხა? იმიტომ რომ მთვარის გვერდზე არის ემოციური მოთხოვნილება, ზოგ შეიძლება გაუჩნდეს, ვიღაცებს გზა აჩვენოს, ვიღაცებს ჭკუა ასწავლოს, ან ვიღაცა იყოს ესეთი და ჩვენ გაგვაღიზიანოს ეს სადღაც, ხო? იმიტომ რომ იქ ნატყობები არის და მე რაღაც კამათის რეჟიმში ჩავერთოთ. განსაკუთრებით სავსე მთვარეობის დღეებში ეს არის ხოლმე გამოკვეთილი, იმიტომ რომ ენერგია იმატებს, ემოციური მგრძნობელობა იმატებს და ჩვენი ეს მგრძნობელობა საკმაოდ ესე დაპირისპირებაში მოდის გარემოსთან. ხო? და მაქსიმალურად საჭირო არის ხოლმე აქ უფრო დამკვირვებლის როლი. კარგი მშვილდოსანი, პოზიტიური მშვილდოსანი, ეს არ არის ჭკუის მასწავლებელი ენერგია, ეს არის დამკვირვებელი. ეს არის როცა თავისთვის დგას და აკვირდება სიტუაციას. და მეც არ ერევა ამ სიტუაციაში, ხო? ეს არის ყველაზე კარგი პერიოდი აი ამ ემოციის გამოსახატად, ამ უნარების გასამყარებლად, ესე რომ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ზოგადად შავი მთვარის მდებარეობა მშვილდოსანში, ეს არის რომ ზოგჯერ ვერ ვითმეთ. ეს ყველას ეხება, თუნდაც რომ არ გვყავდეს მშვილდოსანში საერთოდ არ გვყავდეს პლანეტები. მაინც ეს არის ხოლმე მოусვენრობა, როცა ვხედავთ არასწორი იდეოლოგია, არასწორი მასწავლებელი, არასწორი ღირებულები და გვინდა ხოლმე რომ ჩავერიოთ. აი შავი მთვარე ამას აქტიურებს ძალიან სერიოზულად. და გვერდზე რომ მთვარე არის, აქ ემოციურად ჩართულები გვინდა რომ ვიყოთ და პოლიტიკურ რეალობაში შეიძლება იყოს რაღაც ახალი ისეთი ცოტა არა ლამაზი გამოვლენა მსოფლიო დონეზე გეუბნებით უკვე ამ შემთხვევას. და იმიტომ რომ პოლიტიკას მართავს მშვილდოსანი, გლობალურ თემებს მართავს ზოგადად და აი აქ ეს ემოციური ნაკადი იმატებს, ემოციურობა იმატებს ხო ზედმეტად და ამას უნდა დავაკვირდეთ, რომ ვიყოთ უფრო დამკვირვებლები და არ ჩავერთოთ უშუალოდ რაღაც იდეოლოგიურ ან კომუნიკაციურ კამათებში. ეს იმიტომ რომ ეს დაძაბულობა ამ ზესა და მთვარეს შორის, ხო, ეს ოპოზიციური ენერგია მაინც აჩვენებს, რომ კონფლიქტისკენ წაგვიყვანს ეს ყველაფერი თუ ჩვენ დამკვირვებლები არ ვიქნებით უფრო ამ დღეებში და ზოგადად სავსე მთვარეობა რაღაცნაირად ხურავს ენერგიას, ეს არის უკვე თვის მთლიანი დახურვა, მთვარის ციკლის დახურვა ფაქტიურად, მაგიტომ არის ყველაზე ძლიერი სავსე მთვარეობაში. მთვარე ყველაზე ინტენსიური ღამის, აქვთ ხოლმე უძილობა მაგალითად ხშირად, ჩემს ძალიან მოქმედებს სავსე მთვარე, არაფერი არ მოქმედებს ერთ-ერთი სავსე მთვარე მოქმედებს ხოლმე. ნუ ღამე არ მეძინება, შემიძლია ვიმუშაო, შემიძლია ვიკითხო, მაგალითად ან აივანზე თვარეს უყურო ხოლმე, ძალიან ესე სავსე მთვარეობაზე ვარ დაბადებული სხვათა შორის და მაგიც არის ვინც უფრო ახალ მთვარეობისკენ არის დაბადებული, უფრო ენერგია შეიძლება ახალ მთვარეობაზე გრძნობდეს, ესეც მთვარის ფაზებს ამას მნიშვნელობა აქვს. და მოკლედ ეს არის გასათვალისწინებელი, ერთადერთი პლუსი ის არის, რომ კარგი ჰარმონიული ასპექტი არის სატურნთან, აქ მთვარის და სატურნი სადღაც თავშეკავებულობას ავლენს, სადღაც ჩარჩოს და საზღვრებს ავლენს და აქ აი ეს მშვილდოსნური რო გითხარით, ძლიერი ემოციური ვიბრაციები შეკავებული არის სატურნისგან, ანუ რაღაც თვითკონტროლი, საზღვრები, ჩარჩო, რაღაცა არის აქ, სამყაროსგან დახმარება, ესე რო ვთქვათ, მაგრამ მაინც უნდა დავაკვირდეთ, ხო? რომ მე მაგალითად გამოვიყენებდი ამ პერიოდს იმ 3 დღეს განსაკუთრებით სავსე მთვარეობის მოусმინო ჩემს შიგნით ემოციებს, სადაც ზევიდან ფართოდან შევხედო, ფართოსურათით შევხედო, ისაც მაგას ვაკეთებ, არა მაინც. აი რას გავაკეთებდი, ხო? რჩევასავით რო გითხრათ.
ფართოდ დავინახავდი ყველაფერს და გავიაზრებდი, სად მაკლია რაღაცის სწავლა, სად უნდა წავიდე წინ, მაგალითად, რა გზები უნდა დავგეგმო მომავალში, ვიყო დამკვირვებელი სხვების სამყაროში, მაგრამ მოსწავლე-მასწავლებელი ჩემ ცხოვრებაში სადღაც, ხო? აი, უფრო ესე მუშაობს ეს სამსვერთვარეობა და მნიშვნელოვანი არის, საკადად აი ეს ტენდენციები რო არის ხა მალე თან იუპიტერი ვენერა შეერთება იქნება, ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტი არის ეს, ამასაც გავაკეთებ ცალკე ვიდეოს და ეს არა მარტო კონკრეტულ ადამიანს, ზოგადად ყველას ეხება ხოლმე, როცა ესეთი რაღაცები ხდება, ვენერა არის სიყვარული, გრძნობები და იუპიტერი ატიდებს ამ ყველაფერს და ბევრი კაი რაღაც შეიძლება გამოვიყენოთ კარგად ეს ტრანზიტები, ამასაც გავაკეთებ ცოტა ხანში ვიდეოს, მაგრამ ამ სამსვერთვარეობას მიაქციეთ მაინც ყურადღება, იმიტომ რომ სადღაც მაინც როცა ამდენი პლანეტები არის ტყუპებში, აქეთ და მთვარე არის, აი ეს ტყუპები და მშვილდოსნის ღერძი რაღაც ენერგეტიკულად დამხტული იქნება ახლა და კარგი იქნება ეს პერიოდი გამოვიყენოთ, ხო, ფართოდ შევხედოთ ჩვენს ემოციებს, ჩვენ გზნობებს, ჩვენს ცხოვრებას და ეს შანსი იძლევა, იცით? აი რაღაც ფანჯრები არის ხოლმე ასტროლოგიურად ესეთი სამყაროსეული ფანჯრები, რომელიც ემოციურად მოდის. ახლა ვინც უფრო ამ გრადუსზე, 11 გრადუსზე იქნება მშვილდოსნის მზე, ხო, ვინც ახლა ერკვევით ამ დონეზე ასტროლოგიაში, თუ ამ ღერძზე რამე პლანეტა გყავთ, თუ ტყუპების 11 გრადუსზე რამე პლანეტა გყავთ, ეს ძალიან გეხებათ უკვე თქვენ. მით უფრო გაცნობიერებაში იმ პლანეტის ზონაში, რომელიც პლანეტაც არის, სერიოზულად ჩართავს ამ გაცნობიერებას, ხო, ეს ენერგია და უბრალოდ ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის მეგობრებო და დროებით.